გაგიმარჯოთ. მე გახლავართ დეგანოზი მალხაზ ყიფიანი. სად დაიბადეთ და როგორ გახსენდებათ ბავშვობა? მე დავიბადე ზემო იმერეთის ლამაზ მხარეში, კონკრეტულად ქალაქ საჩხერეში. ჩემი ბავშვობა მახსენდება ძალიან ლაღად. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საშუალო სკოლა. ჩემი სამყარო რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახურ ცხოვრებას უკავშირდება, ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობრებს. ყველაზე ძვირფასი, რა თქმა უნდა, ამ ოჯახურ ყოფაში და ცხოვრებაში მე მგონი ყველა ადამიანისათვის არის დედა. როგორი ბავშვი იყავით? ჩუმი თუ ცელქი? ცოტა ძნელია ეხლა საკუთარ თავზე საუბარი, როგორი ბავშვი ვიყავი. ამბობენ, რომ ფიქრი მიყვარდა ძალიან, რასაც აი მშობლები უფროსი თაობის ადამიანებისაგან მომისმენია. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ეს მოგესალმებათ იმ პერიოდის 80-იანი წლებისთვის, 80-90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი რამ იყო, რომ ქუჩასთან მქონდა კავშირი. ესე იგი, სწავლობდი კარგად თუ არ სწავლობდი, რაღაცნაირად ქუჩური გამოცდილება უნდა გქონებოდა. ეს აუცილებელი ატრიბუტი იყო, რომ ქუჩაში გვიწევდა ყოფნა. ქუჩა მაშინ შეიძლება ითქვას სუფთა იყო. ძალიან სუფთა იყო ადამიანები, ძალიან ბევრ რამეს მოისმენდი. იქ იმ ადამიანებისაგან, ვინც მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ბულგარულ ენაზე რო ვთქვათ, რომ ბირჟაობდნენ, მათ შორის იყვნენ ძალიან მცოდნე, განათლებული ადამიანები. ამის შესახებაც შესაძლოა აქ კითხვარებში იყოს და ცოტა გავშლი მე ამ თემას, რაზედაც მაქვს საუბარი. რისი კეთება გიყვარდათ? ძალიან მიყვარდა შრომა, ფიზიკური შრომა. ისედაც ისეთი პერიოდი იყო ჩვენი ბავშვობის წლები, ხუმრობით ვიტყვით ხოლმე, რომ ყველაფერი უზე რო იწყებოდა, უზე. უმუშევრობა, უფლობა, ესე იგი, ესეთი უსამსახუროდ ყოფნა და თავისთავად თუ არ იშრომებდი, მაშინ ძალიან გაგიჭირდებოდა. არ იყო ის პირობები, ეხლა რაც თანამედროვე ახალგაზრდებს აქვს და ხშირად სარჩო საბადებელისთვის, ასე ვთქვათ, და ყოველდღიურობისთვის დღეშიდაც გვიწევდა სიარული შეშისთვის. არ იყო პირობა იმისა, რომ სინათლე ყოფილიყო და ლამპაზე, ლამპის შუქზე თუ სანთლის შუქზე კითხულობდით. აი, ესეთნაირად იყო ჩვენი ის პერიოდი, სკოლის პერიოდი, სკოლამდელი პერიოდი. ვინ გახსენდებათ ისეთი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე? ბევრი ადამიანი მახსენდება, რასაკვირველია. თუმცა მათ რიცხვში ვიტყვი ორ ადამიანს, ერთ-ერთი გახდათ ჩემი ბიძა, ფიზიკა-მათემატიკოსი იყო, რიჩარდი სხირტლაძე, რომელიც პროფესორი ადამიანი იყო და სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ფიზიკა-მათემატიკას და ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან დასასვენებლად, ზაფხულობით. და ბევრ რამეს საინტერესოს გვიყვებოდა და თვითონაც ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და პირველად მან მითხრა, რომ ესე იგი შენო სასულიერო განათლება უნდა მიიღო და უნდა სასულიერო პირი გახდეო. ეხლა მოგეხსენებათ ეს ის პერიოდია, როცა კვერცხის შეღება იგრძალებოდა თანამედროვე ბავშვებისთვის ეს ცოტა უცხო რამ არის, მაგრამ იყო ესეთი პერიოდი ჩვენს ბავშვობაში, ტაძარში სიარულს გვიგზავნდნენ და სანთლის დანთებას და სასულიერო პირებზე, როგორც დღეს შეიძლება ითქვას, რომ ასევე დღესაც ეს სამწუხარო რეალობაა, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა ზოგადად სასულიერო პირთა შესახებ
და ძირითადად უარყოფით კონტექსტში მოიხსენებენ ხოლმე, არც ის პერიოდი იყო თავისთავად შორს ასეთი შეხედულებებისაგან და ამიტომ სასულიერო პირებთან ურთიერთობა ბავშვობის პერიოდში არ მქონია და ჩემი პასუხი ასეთი იყო ჩემი ბიძის მიმართ, რომ მე ღმერთი მწამს, მაგრამ მღვდელი არა, სასულიერო პირი არა, ამიტომ მე სასულიერო პირი არ ვიქნები. და მან ძალიან დიდი როლი ითამაშა საიმისოდ, რომ ასე ვთქვათ, პირველი მარცვალი ჩაედო სარწმუნოებრივი მარცვალი ეკლესიური ცხოვრების შესახებ, რომელზედაც შეიძლება მე ითქვას, რომ დაშენდა ის ჩემი სულიერი ცოდნა თუ სურვილი თუ წყურვილი იმისა, რომ სასულიერო სასწავლებელში გამეგზელებია, ჩამებარებია და გამეგზელებია სწავლა სასულიერო განათლების მისაღებად. სასულიერო სასწავლებლის შესახებ გეტყვით, ეს ის პერიოდია 95 წელი ჩავაბარემე და სწავლობდი 2000 წლამდე. ეს პერიოდია, როდესაც ესე იგი ჩვენ 50 სტუდენტი რაიონიდან ჩამოსული, სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტები ვიყავით, მოსწავლეები, ზოგი დასავლეთიდან, ზოგი აღმოსავლეთიდან და ერთად ჭამდით, ერთად ვსვამდით, ერთად ლოცულობდით. პანსიონის ტიპის სასწავლებელია, მოგეხსენებათ სასულიერო სემინარია აკადემია, დღესაც ფუნქციონირებს. სიონის წინ გახლავთ ეს სასწავლებელი. პირველ სართულზე იყო, როგორც გითხარით, ისე იგი სატრაპეზო, რამოდენიმე აუდიტორია იყო და წრეები იყო, სამხატვრო წრე და ესეთი სამედავითნეო წრე, სადაც ასწავლიდნენ პედაგოგები. მეორე სართულზე იყო აუდიტორიები, სადაც სწავლობდით და ბიბლიოთეკა და ადმინისტრაცია. მესამე სართულზე იყო ჩვენი საცხოვრებელი, სადაც ცხოვრობდით სტუდენტები, 50 სტუდენტი ბიჭი. და საუკეთესო წლები იყო, შეიძლება ითქვას, ეს ძალიან დიდი სიყვარული იყო ჩვენ სტუდენტებს შორის. იქ ყოფნის პერიოდი არის საუკეთესო წლები, შეიძლება ითქვას ჩემთვის, იმიტომ რომ სტუდენტი დღეს ძალიან დიდ დროს უთმობს იმას, მით უმეტეს რაიონიდან ჩამოსული სტუდენტი, რომ რაღაცნაირად ის ქირის ღირებულება გადაიხადოს, საკვები ესაჭიროება, გადაადგილება ესაჭიროება. ამისგან ჩვენ ძალიან შორს ვიყავით, იმიტომ რომ ფაქტურად ამაზე ეკლესია პასუხისგებლობდა ამ ყოველივეს და ეკლესიისგან ჰქონდა ჩვენ ის პირობა შექმნილი, რომ საცხოვრებელზე, ასე ღამის გასათევზე, კვებაზე და ესეთ რამეებზე, ბიბლიოთეკაზე თუნდაც, რომ ჩვენ ამაოდ ეს დრო არ გაგვეხარჯა, ფუჭად, უსარგებლოდ დრო არ გაგვეხარჯა. და ძალიან ნაყოფიერი იყო, შეიძლება ითქვას, აი ეს პერიოდი, ჩემი სტუდენტობის პერიოდი. იყო ხოლმე ესეთი პერიოდიც, რომ ხანდახან ბიუჯეტი არ ქონდა, კვების ბიუჯეტი ეკლესიას და ცოტა ესეთი კარგად გასახსენებელია, რომ მშიერ სტუდენტებს მაშინ ხან სიონიდან და ხან ქაშვეთიდან, ხან კიდე სხვა ატაძებიდან აი შესაძირის სახით ხალხს რომ მიყავდა თქვა სხვარი იყო თუ სხვა შესაძირი ასეთი საკურთხი, ხშირად ყოფილა ხოლმე ჩვენს მოძღვრებს სიონის ტაძრის თუ ქაშვეთის ტაძრის მოძღვრებს ეს გამოუგზავნიათ ხოლმე მშიერი სტუდენტებისთვის, რომ საჭმელი არ ყოფილა, ან საკვები არ ყოფილა, რადგან ბიუჯეტი არ ქონდა ეკლესიას, ამოწურული იყო ასე ვთქვათ. მოგლეთ, ჩემი ბიძის შესახებ გითხარით, მე ასევე მინდოდა მეთქვა ძალიან ძვირფასი ადამიანის ერთ-ერთი ადამიანის შესახებ ჩემი ბავშვობის წლებს, რაც უკავშირდება. ამ ადამიანს, ესე იგი, თვითონ იყო პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და ეკლესია მონასტრების შესახებ ჰქონდა დისერტაცია დაცული და რაღაც გაუგებრობაში მოხვდა სტუდენტობის პერიოდში და სხვისი დანაშაული აიღო საკუთარ თავზე, მკვლელობა აიღო საკუთარ თავზე და 10 წელი მოიხადა. 10 წლის შემდეგ ციხიდან რო გამოვიდა, ძალიან მჭიდრო შემდეგ ისევ ეს უნივერსიტეტში ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათი ამბავი იყო მაშინ კომუნისტების პერიოდში, რომ ადამიანმა ციხე მოიხადოს მკვლელობაზე და შემდეგ ის ასე ვთქვათ, ისევ
მასწავლებლობდეს და ლექტორი იყო და როდესაც ჩამოგვილუდა ხოლმე ჩვენ ბირჟაზე ბიჭებს სხვადასხვა ეკლესია მონასტრების შესახებ გვიყვებოდა ხოლმე ისტორიას და თავისი ცხოვრების წესით იყო ღრმად ეკლესიური და ღრმად ქრისტიანი ადამიანი. თუმცა მაშინ ამას არ ამჟღავნებდა, არასდროს არ ამბობდა, რომ ის ამსარებელი და მაზიარებელი იყო. მაგრამ მე რო უკვე წამოვიზარდეთ და უკვე ტაძარში ვხედავდი როგორც მლოცველს და როგორც ამსარებელს და მაზიარებელს, მივხვდი რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი სხვა ადამიანებთან ერთად ძალიან დიდი როლი აკისრია ზოგადად მომავალი თაობის, ჩემი თაობის ადამიანების აღზრდაში, განათლებაში, განვითარებაში და პლუს ამას როგორც გითხარით, სხვისი დანაშაული აიღო საკუთარ თავზე, მკვლელობა დაიბრალა და აი ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო, ის სახელი და გვარი თუ საინტერესოა, კიდევაც შეიძლება ვთქვათ კიდევაც ვანანო ყაველაშვილი გახლდათ ასეთი პიროვნება. ვანანოს უძახოდნენ, თუმცა იოანე ერქვა თავისი ნათლობის სახელი. როდის გაგიჩნდათ გრძნობა, რომ სასულიერო ცხოვრება იყო თქვენი გზა. ეს გრძნობა გამიჩნდა დაადგომის მსახურების დროს. რაიონში, ასე იგი 90-იანი წლებია მიწისძვრა მომხდარი და მაშინ ესე იგი ტაძარი დანგრეულია და მოძღვარმა წაგვიყვანა სოფელში, სადაც ესე იგი აკაკი წერეთლის ძიძისეული სახლ-მუზეუმი გახლავთ სავანეში და იქ წამოიღო ზარი, რომელიც უნდა ჩამოგვეკიდა სამრეკლოზე და გვემცნო სოფლისთვის, ზოგადად საქრისტიანოსთვის, რომ ჩვენ აღდგომის დღესასწაულისთვის ვემზადებით მასთან შესახვედრად. და როდესაც ეს ზარი მე მერგო წილად რო სამრეკლოზე ამეტანა და ესე იგი დამერეკა და დაიწყო ღვთისმსახურება. ღვთისმსახურების დროს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ესე იგი ისეთი რამ ჩემთვის გასაგებია და გარკვეულია ეს რაც მოხდა. რაღაცა ესეთი ქარიშხლის მსგავსი, რაღაცა ესეთი ხმაური თითქოს შემოვიდა საკუთარ თავში და რაღაც სასულიერო თემებზე მომიწია საუბარი თვითონ ტაძარში ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ. და გაჩნდა ძალიან დიდი ესეთი გრძნობა იყო, რომელიც ენით აღუწერელია და საერთოდ ეკლესიიდან გამოსვლაც აღარ მინდოდა. საერთოდ სურვილი არ მქონდა ტაძრიდან გამოსვლის და შეიძლება ითქვას, რომ აი სულ ძალიზალათი წამომიყვანეს სახლში. ავტობუსით ვიყავით მამაოს მაშინ ავტობუსი ყავდა დაქირავებული და სამრევლო ყავდა წამოყვანილი რაიონიდან, საჩხერიდან, ესე იგი სავანეში, სოფელში. ხო და ძლივს გამომიყვანეს ტაძრიდან და შემდეგ უკვე ესე იგი მომიწია სასულიერო სასწავლებელში ჩაბარება და როდესაც ესე იგი სწავლობდი, მესამე კურსზე ვიყავი და მანამდე ფიქრობდი, რომ სასულიერო განათლება უნდა მიმეღო და სასულიერო პირობაზე არ ფიქრობდი. მაშინ რაიონში ჩვენთან სასულიერო პირების ნაკლებობა იყო, კადრი ნაკლები იყო და სასულიერო აკადემია სემინარის იმჟამინდელმა რექტორმა მეუფე აბრაამი გახდათ მაშინ რექტორი. ჩვენს ჯგუფში შემოვიდა და თქვა ესეთი რამ, რომ რაიონში მწირია სასულიერო პირთა რაოდენობა, კადრი არ აქვს და ვინმე სხვა გექნებათ სურვილი, რომ ესე იგი იმერეთში იმსახუროთ. ახლა იმერეთიდან მე ვიყავი ერთი რაიონიდან, სადაც რომელი რაიონის მართველიც, მღვდელმთავარიც გახდათ მეუფე აბრაამი და თავისთავად მე ავდექი და ვთქვი, რომ თუ ჩემ რაიონს ესე იგი ასეთი რამე საჭიროება და ჩემი თავს ხედავთ თქვენ მომავალ სასულიერო კანდიდატად, მე ამაზე არ ვიტყვი და ჩემი ქვეყნის თუ ჩემი რაიონის სულიერი ამშენებლობის გზაზე აი მე ასე იგი ამ ნაბიჯს გადავდგავ. და მართლაც მალე წარმადგინეს უწმინდესთან და 2000 წლის
ესე იგი ბარბარობის დღესასწაულზე უწმინდესმა მაკურთხა სიონში. სხვათა შორის გუშინ გახდა 25 წელი ჩემი სასულიერო პირობისა. ბარბარობის დღესასწაულზე იყო ეს. რა იყო ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე მძიმე და რთული დაბრკოლება? რომ გითხრათ, რომ რაღაცა დაბრკოლება იყო რაიმე, ნამდვილად არა. მაშინ 27 წლის ვიყავი, მეტი ენთუზიაზმი გაქვს ამ ასაკში ადამიანს და ცხოვრებას არ უშინდები, ასე ვთქვათ. პირველ რიგში ღვთის დიდი წყალობა და ღვთის დიდი შემწეობა ის რომ გამოგარჩიეს სასულიერო პირად, ეს ერთია, მაგრამ მეორეა თუ რამდენად შენ სასულიერო პირი უკვე მიუძღვნი ღმერთს თავს საკუთარი ცხოვრებით. აი ეს კი ნამდვილად რთულია, რო გითხრათ სიმართლე. ერთია რომ ჩვენ მრავალნი არიანო სახარებას წერს მოწოდებულნი და მცირედნი არიან რჩეულნი. მოწოდება კარგია, როგორც ვთქვათ, აზარში დადიან ადამიანები ღვთისმსახურებას ესწრებიან, ეს კარგია, მაგრამ მთავარია ის არის, რომ შენი მოწოდება გაამართლო შენი ცხოვრების წესით, შენი ზნეობით, შენი სარწმუნოებრივი მორალური ცხოვრებით. აი ეს კი ნამდვილად აუცილებელი რამ არის, რომ ჩვენ სასულიერო პირობა მეტყავალდებულებასა და პასუხისმგებლობას გვაკისებს და არავითარ შემთხვევაში ვინმეზე უპირატესობის შეგრძნებას არ გვანიჭებს. ამიტომ ეს პირველ რიგში საკუთარ თავთან ძალიან ბევრი უნდა იმუშავა ადამიანმა, რომ შენ, ასე ვთქვათ, ეს პატივი სასულიერო პირობისა, ეს ვალდებულება, ეს პასუხისმგებლობა გაამართლო ღმერთის წინაშე, გაამართლო შენი ქვეყნის წინაშე, შენი მოყვასის წინაშე, საკუთარი სინდისის წინაშე. რა არის ამ გზაზე ყველაზე რთული, რაც გარედან თითქმის არ ჩანს და პირიქით რა არის დიდი სიხარული, რისთვისაც ღირს ყველა სირთულის გადატანა. რაც გარედან არ ჩანს, ბევრი რამეა, რა ვიცი, აბა რა გითხრათ. პირველ რიგში ჩვენ აღსარების მტვირთველები ვართ. მრავალი ადამიანი მოდის ჩვენთან თავისი გულის ტკივილით, თავისი მწუხარებით, თავისი სატკივარით, ყველას უნდა მოусმინო, ყველას ტკივილი გაიზიარო. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მწუხარესთან მწუხარე იყავი, ვისაც ლხინი აქვს, მასთან მულხინე იყავი. და ადამიანმა შენ უნდა მიგიღოს როგორც თანამგრძნობი, თანამოაზრე, მის ტკივილის გამზიარებელი, მის სიხარულში ასევე, რომ მისი სიხარული შენი სიხარულია. და ეს ყველაფერი ამ სტრესულ გარემოში, ამ სტრესულ ცხოვრებაში, როცა არც ჩვენა ვართ სასულიერო პირები ამ საზრუნავისაგან შორს, რადგან ჩვენ თეთრი სამღვდელოების, მე პირადად თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ვარ და მყავს ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი. ჩემთვის უცხო არ არის ის სატკივარი, რა სატკივარითაც ადამიანები ჩვენთან მოდიან და ვცდილობთ, მე პირადად რა ვიცი, ვცდილობ, რომ რაღაცა ადამიანმა ამ გარემოში იგრძნოს თავი, რაღაცნაირად უფრო ნავცაყუდელად, მშვიდ ნავცაყუდელად იგრძნოს თავი ტაძარში ღვთისმსახურების დროს, იმიტომ რომ ხომალდია, ხო? როგორც ვიცით, ეკლესია არის ხომალდი. აბობოქრებულ ზღვაში შესული ხომალდი, რომელიც მშვიდი ნაპირებისაკენ, ესე იგი, მიდის და მისი მესაჭე გახლავთ უფალი ჩვენი ესო მაცხოვარი. ჩვენ ყველა მისი მგზავრი ვართ და ამ მგზავრობის პროცესს მოგეხსენებათ, ესე იგი, აბობოქრებულ ზღვაში, ოკეანეში მგზავრობას თან ახლავს სხვადასხვა კატაკლიზმები, შეიძლება ითქვას, ქარიშხალი, გრიგალი, სეტყვა, ელვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი სატკივარით მოსულ ადამიანების მოსმენისას შეინარჩუნოს სიმშვიდე. და ამ სიმშვიდის ძალასა და მადლს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვანიჭებს ღმერთი.
დიდება მის სახელს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ გაუძლებდით. საკუთარი თავით ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გაუძლებ. სხვათა შორის ხუმრობით ვიტყვი ხოლმე. ერთი პერიოდი რაღაცა ესეთი გულმა შემაწუხა და ხოლტერი გამიკეთეს 24 საათიანი ხოლტერი. ჩვენთან აქ ეხლა მოსკოვში არიან ეს ცოლ-ქმარი, ექიმი ქალბატონი დადიოდა ჩვენთან. ხო და იმას ვთხოვე, ნანა ეხლა მოსკოვში ექიმად არის და თხოვე რომ იქნება 24 საათიანი ხოლტერი გამიკეთო მეთქი რომ უბრალოდ გული რომ გამომიკვლიო მეთქი და მართლაც დამიყენა ეს ხოლტერი მთელ ორგანიზმზე და მე რომ მომხსნა მითხრა რომ ესე იგი აი გულის ამოვარდნები გაქვსო. ხო და რა დროა მეთქი ნანა ეს გულის ამოვარდნები რა დროს მაქვს მეთქი აი დილა შუადღეა თუ საღამოა ხო და მითხრა რომ ესე იგი 5-20 წუთიაო ანუ ჩვენთან ლოცვა იწყება ესე იგი მაშინ იწყებოდა 3 საათზე და ზუსტად ის პერიოდია როდესაც აღსარების მიღების პერიოდია ანუ აღსარების მიღების პროცესში ეს გულის ამოვარდნები მქონდა თურმე რომ ადამიანურად განვისტიდი ახლა და განვიცდით რა თქმა უნდა ჩვენ ხო რობოტები არა ვართ რომ ადამიანების ტკივილს მწუხარებას უსმენ ხო და ეს ვინც ახლა სასულიერო პირობას მოინდომებს ხოლმე ვეუბნები ხოლმე ამ ჩემს მაგალითს რომ აი კარგად აფიქრდით მეთქი რომ აი ჩემს მაგალითს გიყვებით მეთქი რომ ხართ მზად ამდენი მტკივნეული ადამიანის მიღებისთვის მათი მწუხარების განსასწრების თუ სატკივარის მოსმენისათვის აი ხართ მზად არა ვართ მე ნამდვილად ეხლაც ვიტყვი რომ ამისთვის არა ვარ მზად მხოლოდ ღმერთის მოწყალებას და მის შეწევნას და მის კაცთმოყვარებას ვარ მინდობილი რომ ამის ძალას მომცემს და სხვანაირად შეუძლებელია რომ ეს ყველაფერი შენ ადამიანურად შენით იტვირთო. რაც შეეხება სიხარულს, სიხარული არის ღმერთთან თანამყოფობა. უღელი ჩემი ტკბილას და ტვირთი ჩემი სუბუქარს. უფალი ბრძანებს, მე ვარ გზა, მე ვარ ცხოვრება, მე ვარ ჭეშმარიტება. და აი ეს სიხარულის განცდა რო არ აჭარბებდეს ამ სატკივარს ახლა და ღმერთთან ყოფნის ეს სიხარული რო არ შეეგრძნობოდეს ჩვენს არსებაში, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს გაძლება შეუძლებელი იქნებოდა. ამას გვატვირთიებს ღვთის სიყვარული და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია. სადაც სიხარულია, იქ რა თქმა უნდა პირიქითაა. ამიტომ სიყვარულის შედეგი არის სიხარული, სიხარულის გამომწვევი მიზეზი არის უფლისადმი სიყვარული, რომელსაც ტაძარში, რომელიც სასწავლებელიც არის ტაძარი, ეკლესია. რამ გადაგავწყვეტინათ ეკლესიის აშენება, რატომ აშენდა ეკლესია ამ ადგილას? მე როდესაც მოვედი აქ 2005 წელს, ეხლა სადაც ჩვენ ვდგევართ, ეს აქ იყო ერთი დიდი გორა იყო და იყო დემეტრე თავდადებულის ტაძარი მაშინ აშენებული 2005 წელს და როდესაც ხალხი მოდიოდა ხოლმე მოგესწრება ჩვენი დემეტრეს ტაძარი არის პატარა ტაძარია და სიცივე იყო, წვიმა იყო, მზე იყო თუ რაც იყო, ხალხი არაკომფორტულად გრძნობდა თავს და მე ძალიან განვიცდიდი ამას, რომ მე ახლა ამ დროს შიგნით ვარ, საკუთრებაში მსახურობ და სიცხეა თუ წვიმა თუ თოვლია თუ ყინვა, მე გადახურგულში ვარ და გარეთ კი რომ ხალხი იდგა. ასე იგი რაღაცნაირად განვიცდიდი და უწმინდეს მაშინვე რომ მობრძანდა ტაძრის კურთხევის დღეს 2006 წლის 21 ნოემბერი გახდა თავარაგელოსთა ხსენების დღესასწაულია ესა. უწმინდეს უთხარი რომ თქვენ უწმინდესობა მეთქი მინდა რომ ცოტა დიდი ტაძარი ავაშენო მეთქი და თუ თქვენი კურთხევა იქნება მეთქი და მაშინ მქონდა სურვილი მე 2005 წელში ესე იგი საბერძნეთიდან ჩამოვაბრძანე ღვთისმშობლის პანტანასას ხატი, ყოველთა დედოფალი ქვია მას ქართულად, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონეთათვის განსაკუთრებული შემწედა, განსაკუთრებული მფარველი ხატია და ძალიან ბევრი ისტორია, ძალიან ბევრი სასწაულები უკავშირდება ზოგადად აი ამ ხატს. თითქმის ყოველ კვირაში თუ არა, ყოველ თვეში რაღაც სასწაული რამ ხდება ამ ხატის ირგვლივ. ჩვენ პარაკლისები გვაქვს ხოლმე ამ ხატის პარაკლისები სამშაბათობით 2 საათზე
და მაშინ მქონდა სურვილი ასეთი, რომ ყოლაწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აშენებული იყო მეორე ტაძარი. და რაღაც დროის შემდეგ რაღაც დაბრკოლებები ახდა თან ტაძრის ასე ვთქვათ, მშენებლობის და დაწყების პროცესს. წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა დიმიტრი ყიფიანი, და იგი მოიხსენება როგორც სამშობლოსათვის წამებული დიმიტრი ყიფიანი. ეხლა მე მგონი ამაში უცხო არაფერი არ უნდა იყოს, რომ ადამიანი, ყოველ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ გვარში მნიშვნელოვანი ადამიანები ყავს, მისთვის მისაბაძი უნდა იყოს ასეთი ადამიანები და ჩემთვისაც, როგორც ამ გვარის ადამიანს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარული შემოვიდა ჩემს გულში, როგორც ყველა ადამიანის და განსაკუთრებით ყველა ყიფიანის გულში და გამიჩნდა სურვილი, რომ აშენებული იყო ტაძარი დიმიტრი ყიფიანის სახელობაზე. და პირველი მიზეზი კიდევ ერთხელ მინდა რომ გავიმეორო, რომ ტაძარი აშენებულიყო, იყო ის, რომ ადამიანებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი ცოტა უფრო შედარებით დიდ ტაძარში, სადაც ისინი წვიმისაგანაც, მზისაგანაც, ყირმისაგანაც და ასეთი ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ესეთი ცუდი პირობებისაგან იქნებოდნენ დაცული და უფრო კომფორტულად იგრძნობდნენ თავს ღვთისმსახურების დროს. ბევრი ადამიანი ზუსტად ამის გამო ვეღარ დადიოდა, ადამიანური უძლურების გამო ვეღარ დადიოდა ტაძარში და მადლობა ღმერთს, რომ 2008 წლიდან დავიწყეთ ამ ტაძრის მშენებლობა, საფუძველი ჩაუყარეთ მაისის თვეში, 2008 წლის მაისში და დაიწყო მშენებლობა და 2016 წელს იკურთხა ტაძარი. ტაძარს თავიდანვე განუკუთვნეთ ჩვენ ფუნქცია პირველი სართულს, უпроსურად ტაძრის პირველ სართულს, როდესაც უნდა დაფუძნებულიყო დიმიტრი ყიფიანის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. და მადლობა ღმერთს, რომ ეს ცენტრი დღეს ყოველმხრივ გამართულია ყოველგვარი პირობებით. აქ არის გამოფენილი დიმიტრი ყიფიანის ეპოქა, მისი არქივი, რომელიც მის მეექვსე თაობის წარმომადგენელთან, ქალბატონ თამართან, ქალბატონ თამარ მიქაძესთან იმყოფება და რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენთან, მისი დიდი წინაპრის სახელობის ტაძართან, ცენტრთან და ეს არქივი გამოიტანა მან და ეს არქივი ახლა შეიძლება ითქვას, რომ გამოფენილია აი ამ სივრცეში, სადაც ასლები გაკეთდა იმ სურათებისა თუ იმ მემუარებისა თუ იმ ჩანაწერებისა, რაც წმინდა დიმიტრის სახელს უკავშირდება და იმ საუკუნეს უკავშირდება, მე-19 საუკუნეს და შეიძლება ითქვას, რომ პატარა სამუზეუმო სივრცე შეიქმნა. და პლუს ამას მოგესალმებათ, რომ მამა გიორგი კითხულობს აქ საღვთოს ჯულს, ბავშვები ყავს, ახლა პატარა ბავშვები არიან, 6-7 წლიდან დაახლოებით 15-16 წლამდე ასაკის ბავშვები არიან და ასწავლით ასევე გალობას, ყავს გალობის პედაგოგი, არის მედავითნეობის წრე და გვაქვს, ესე იგი, ასევე საშუალება და შესაძლებლობა, რომ რელიგიური ხასიათის მულტფილმი თუ რაიმე დოკუმენტური მასალა, ფილმი ვაჩვენოთ ხოლმე დროდადრო ჩვენს ბავშვებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას. სულ ახალი ისტორია რამოდენიმე დღის უკან იყო ეს, ასე ვთქვათ, ამ ხატის შესახებ, ასე ვთქვათ, რაც ამ ხატის სასწაულებრივ მადლმოსილებას უკავშირდება, ხატს, რომელსაც როგორც გითხარით, ქვია პანტანასას ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი საბერძნეთში გახლავთ შესრულებული, ჩვენმა ქართველმა ხატმწერმა ნინო ბათიაშვილმა შეასრულა და 2005 წელში მე ხვდა წილად ეს ბედნიერება, წილად მერგო რომ ეს ხატი ჩამოებრძანებია და დღეს როგორც გითხარით, ჩვენი ტაძრის დემეტრე თავდადებულის ტაძარში ბრძანდება და საჯამთველო პარაკლისები აღესრულება ყოველ სამშაბათობით 2 საათზე. აი გუშინ წინ ჩვენთან იყო მოსული ერთი ახლობელი ადამიანი, რომელიც
ამ უბანში ცხოვრობდა და შემდეგ გადავიდა სხვაგან და მას ასე იგი დაუდგინეს ონკოლოგიური დაავადება. და წაიყვანეს თურქეთში, საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია გაკეთდა ეგ სწორ ნაწლავზე იყო ეს ასე იგი ეს რაღაც მეტასტაზები და გარკვეული დროის შემდეგ ასე იგი ადამიანები ყოველ 6 თვეში ხო გადიან აი ამ ესე ვთქვათ შემოწმებას და ეგ თურქეთში უთხრეს რომ ეს მეტასტაზებიო ასე იგი ისევ განვითარდაო და რეციდივი ესე იგი რეციდივის შემთხვევები გვაქვს და ნუ რაღაცატომ ახლა ამ ადამიანს მე ვიცნობ უკვე დიდი ხანია და დაურეკე მოვიკითხე და არ ვიცოდი მისი ამბავი და მითხრა რომ ასეთი რამეა მამაო რომ აი ეს რაღაც რეციდივი განმეორდა ხო და არა მაქვს განცდა რომ რაღაცა მწუხარება და სატკივარი თუ განსასწრელი ადამიანს ზოგადად თურგუნავსო მაგრამ მე არა ვარ ასე განწყობილიო ხო და ძალიან ხნედ შევხვდი ამ ამბავსო და მოკლედ მე ვთხარი რომ მეთქი იქნებ მოხვიდე მეთქი ტაძარში ჩვენთან ხო იცი მეთქი ღვთისმშობლის ხატია ჩამობრძანებული საბერძნეთიდან იქიდან გვაქვს წამოღებული ჩვენ ზეთი ეს ხატი ბრძანდება ათონის მთაზე მისი ორიგინალი ხატი ვადოპედის მონასტერში სადაც მე რამოდენიმეჯერ ვიყავი კიდევაც მოსალოცად და იმ კანდელიდან სადაც ეს ორიგინალი ხატი არის დაბრძანებული ზეთს არიგებენ ხოლმე მომლოცველებისათვის იქ ადგილობრივი ბერები და ასევე არის იქ ესეთი ზონარი რომელიც მომლოცველებს ურიგდებათ ეს ზონარი ანუ პატარა სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან 40 დღის განმავლობაში და მის სარტყელთან ერთად იდება ლოცულობენ ბერები და შემდეგ უკვე მომლოცველებს ესე იგი ურიგებენ და მას აქ თავისი ასე ვთქვათ რაღაც პირობა ესეთი შესასრულებელი რომ ეს ზონარი შეიძლება ადამიანმა ატაროს ესე იგი მტკივნეულ ადგილთან ახლოს შესაბამისად უნდა დაიცვას მარხვა ახსარებით სინანულით იცხოვროს ეზიაროს და მეთქი ამ პარაკლისს რო ჩავატაროთ მეთქი ღვთისმშობლის ხატის წინაშე შემდეგ აი ამ ესე იგი ზეთსაც გაცხებ მეთქი ამ მტკივნეულ ადგილზე და ამ პატარა ზონარსაც რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელთან არის ნაყოფი მეთქი ამასაც გაგატან და თან დაგარეკებ როგორ უნდა მოიქცე მეთქი და მოკლედ მოვიდა მეორე დღე იყო საღამოხანი იყო სადღაც 7-8 საათი დავდექით ხატის წინაშე პარაკლისი შევასრულეთ ზეთი ვაცხე ამ მტკივნეულ ადგილზე სწორ ნაწლავზე სადაც ოპერაცია ქონა გაკეთებული ეს ესე იგი ეს სარტყლის ნაწილი ზონარის ნაწილიც მივეცი და ვთხარი რომ პატარა ბალიში უნდა შეიკერო და ატარო მეთქი ამ მტკივნეულ ადგილთან ახლოს რომ ეხებოდეს მას და შესაბამისად ახსარებით და ზიარებით იცხოვრე მეთქი ნუ მეორე დღე გათენდა და მირეკავს და გახარებული უზომოდ გახარებული არ ვიცი ასეთი გახარებული ადამიანი რომელიც აი ტელეფონში ამის არის რომ აი ტელეფონით აი საუბრის დროს ინტონაციით გძნობ რომ იმდენად გახარებულია აი მისი სახის მიმიკაც კი თვალწინ მაქვს რომ აი რას გძნობდა იმ მომენტში რომ თურქეთიდან მოსულა პასუხი რომ ესე იგიო ჩვენო კიდევ ერთხელ გადავამოწმეთო ესე იგი ეს შენი ანალიზებიო ხო და აი აღარაფერი აღარ აღმოჩნდაო მსგავსი რამ აღარაფერი აღარ არისო არაფერი რეციდივი არ არის ყველაფერი გამქრალიაო ხო და ეხლა ეს ამ ადამიანის სარწმუნოებიდან გამომდინარე აღესულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედის მიერ და ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ აი მსგავსი ისტორიები ბევრია ჩვენს რეალობაში ჩვენს სინამდვილეში ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანები განსაცდელს მოყავს ტაძარში და მე ამ განსაცდელს ესე იგი განსაცდელი რომ გადაივლის მე აკადებიან ისევ ტაძარს ღვთისმსახურებას ივიწყებენ იმ დიდ წყალობასა და შეწევნას რომელიც მათზე მოიღო ღმერთმა და როცა ზურგს არ ქცევ შენ აი სატაძრო ცხოვრებას
მაშინ განსაცდელიც აღარ ახანებს ხოლმე განსაცდელი შეიძლება თქვას ორმაგი ძალით მოდის. ეს თვითონ ჩვენ ვართ ამისი მიზეზი, რომ ჩვენ აი ადამიანები ხო აი როცა მეგობრები გვყავს, ხო გვიხარია მეგობრების ერთგულება, მეგობრების ასე თქვათ გულისხმიერება, მეგობრების მიერ გამოვლენილი სიყვარული, ხო ადამიანი ასეა, რასაც გასცემ, ხო შენ იმას მიიღებ, ახლა შენ თუ არაფერს არ აკეთებ შენი მეგობრისთვის, მეგობარს ან თუნდაც ოჯახის წევრს რა უნდა მოთხოვო, ხო? ჯერ შენ უნდა გასცე და შემდეგ შეიძლება ისე გასცე, რომ არც მოითხოვო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი დანიშნულება ის არის, რომ ადამიანს სიყვარული უწილადო და შენი ერთგული ბუნება დაანახო და ღმერთს უყვარს ერთგული ადამიანები. ერთგულებაში დევს დიდი ასე ვთქვათ, აი დიდი მადლი. ეს შეიძლება ითქვას, რომ ღვთის საჩუქარიც არის გარკვეულწილად, მაგრამ ეს ადამიანის ბუნებაზედაც არის დამოკიდებული, რომ სიყვარული ნიჭია, მაგრამ სიყვარულსაც სწავლა უნდა, სიყვარულს განვითარება უნდა. რაღაცა პატარა ნიჭი რომ მოგეცა, ის ნიჭი შენ უნდა განავითარო, უფრო უკეთესი უნდა გახადო. ნებისმიერი რამე ასეა. კარგი რაც არის, აი პატარა მარცვალს რო ჩვენ ხნულში ჩავდებთ, იმას თუ არ მოუთოხნე, იმას წყალის თუ არ მიუსხი, იმაზე თუ არ იზრუნე, ის არ განვითარდება, ხო? ისეა, აი ისეა სიყვარული, ისეა სხვა სათნოებებიც, რომ ამას ყველაფერს მოფერება უნდა, ამას ყველაფერს განვითარება უნდა, რომ შედეგი მოიტანოს, რომ ნაყოფი გამოიღოს და მე ვთხარი, რომ აი მეთქი შენ ეს ცოცხალი მაგალითი ღმერთმა კიდევ ერთხელ დაგანახა იმისთვის, რომ შენ აი ტაძართან ახლოს იცხოვრო, ისე იცხოვრო, როგორც ცხოვრობდი წლების უკან, აღსარებას ამბობდი, მოძღვარი ყავდა, ეზიარებოდი და ეხლა სამუშაოს და სამსახურის გამო თანამდებობა რო გაქვს და შეძლება რო გაქვს, ასე ვთქვათ, სატაძრო და საღვთისმსახურო წესს მიანებო თავი, ეს ყველაფერი ფუჭი და უსარგებლოა. შენი თანამდებობაც, შენი შეძლებაც, შენი სიმდიდრეც, თუნდაც შენი პასუხისგებლობაც, რომელიც გაგისრია სამსახურში, მიეცი კეისარს კეისისა, ღმერთს ღვთისა. ადამიანი ისეთი არსებაა, რომ პირველ რიგში ღმერთს უნდა უძღვნას თავი. საძირკველი, საფუძველი ჩვენი ყოფისა, ჩვენი ცხოვრებისა არის ცოცხალი სარწმუნება, რომელზედაც და დაეშენოს მერე ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი, ჩვენი თუნდაც საქმე, სამსახური, ჩვენი ოჯახი, ჩვენი ყოფიერება, ყველაფერი. რადგან თვითონ წერილი ამბობს, რომ აი ჩვენ სამღვდელო წიგნში გვიწერია ასეთი რამე, რომ ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამოარ შთამომავლი შენ მიერ მამისაგან ნათლისა. ყოველივეს მომცემელი ღმერთია. სამსახურისაც, ოჯახისაც, ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, რაც კი გვეძლევა ჩვენ სასიკეთე, ყოველივეს მომცემელი ღმერთია. და ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ ეხლა შენთვის არ მცალია, მე სამსახური მაქვს, მე თანამდებობა მაქვს, მე ეხლა სწავლა მაქვს, სტუდენტი ვარ, ან კიდე სხვა 1000 რამ, რაც შეიძლება მიზეზად მოიყვანოს ადამიანმა საიმისოთ, რომ სატაძრო ცხოვრებისთვის, წირვისთვის, ღვთისმსახურებისთვის, ღმერთთან ურთიერთობისთვის ვერ იცლის, ხო და ასე რო ვერ იცლის, მერე ცუდად უბრუნდებათ ხოლმე ადამიანებს და ასე რა თქმა უნდა არ შეიძლება. შემდეგი კითხვა რა უკავშირდება საკვირაო სკოლის ფუნქცია რა არის და ამ შესახებ ასე ვთქვათ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ჩვენ, თუმცა მის წესდებაში მე აი წავიკითხა უბრალოდ რა თქმა უნდა ზეპირათაც შეიძლება ზოგადად ითქვას, მაგრამ მაინც წავიკითხავ, ესე იგი რა მიზანი გააჩნია ამ ცენტრს, ეს გახლავთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ჩვენი მომავალი თაობის სამართლიანობისა და სულიერი ღირებულებების მეტად უფრო ამ ღირებულებებთან დაახლოება და ჩვენი ახალგაზრდობისათვის ამ ღირებულებების, ამ პრინციპების დამკვიდრება, ასევე ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, მათი ნიჭის და შესაბამისად განვითარება იმ სამოქალაქო, ასე ვთქვათ, აქტიურობისათვის ხელშეწყობა.
ახალგაზრდებისათვის კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და საგანმანათლებლო სივრცის შეთავაზება, ხელშეწყობა და მხარდაჭერა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ცენტრი ასევე ითვალისწინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სამშობლოში დაბრუნებისათვის სათანადო პირობების შექმნას, ხელშეწყობას და ეს ერთ-ერთი დიდი ტკივილია ალბათ ჩვენი ქვეყნისა, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, როგორც სტატისტიკა ამბობს, დაახლოებით 1,5 მილიონი თითქმის გასულია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ და დღეს ჩვენ შეიძლება ითქვას უმცირესობაში ვართ. და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწა-წყალს სათანადოდ ვეღარც ვეპატრონებით. შემდეგი კითხვა, თქვენი გამოცდილებით და აზრით, რა უჭირთ ყველაზე მეტად დღევანდელ ბავშვებს და ახალგაზრდებს, სულიერად თუ ადამიანურად? ჩვენს ბავშვებს, ჩვენი ახალგაზრდობა რომ ახსენდება, ჩვენ ახალგაზრდობასთან შედარებით, ბავშვებს ესე იგი ძალიან ბევრი საცდური აქვს, ამ ხრივაც შეიძლება ითქვას. და ამ ხრივ მეწოდებიან მომავალი თაობა, იმიტომ რომ ჩვენ დროს არ იყო ამდენი საცდური, ამდენი სატკივარი, ამდენი ასეთი სტრესული ცხოვრება არ იყო. რიტმია ცხოვრების ძალიან აჩქარებული და სოციალური ქსელებზე დამოკიდებულება შეიძლება ითქვას, კომპიუტერული თამაშები, სერიალები, ზოგადად ლუდომანია, დამოკიდებულება აი ამ ყველაფერზე, რასაც ვსაუბრობ, წიგნის ნაკლები ინტერესი. დღეს წიგნს, რა ვიცი, მე მგონი ძალიან იშვიათი ნაწილია ჩვენი ახალგაზრდობის, ვინც წიგნით არის დაინტერესებული. ჩვენ კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობდით და სხვათა შორის საზოგადოებრივ ყოფნის დროს მეგონა რომ აი თქვათ ევროპულ ქვეყნებშიდაც რამოდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სულ ვაკვირდები ხოლმე ახალგაზრდებს, მათი ინტერესის სფერო რა არის. და უნდა გითხრათ, რომ ძალიან ასე იგი სპორტული ცხოვრებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით არიან ძალიან დაკავებულები ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები. ჩაცმულობაშიდაც იგივე გოგონებში და ბიჭებში ძალიან მოგრძალება დამინახავს. აი მაგალითად ლუქსემბურგში ვიყავით, ბელგიაში ვიყავით, გერმანიაში ვიყავით, ძალიან განგრძალული ჩაცმულობა აქვს ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს. აი რაც ერთი თვალით შეიძლება გაინახვა ადამიანი და აღიქვა. მერე წიგნებით დადიან, აი არიან პარკებში განთავსებულები ეს ახალგაზრდობა, სპორტული, ესე იგი ჯანსაღი ცხოვრების წესით არიან დაკავებულები, ამ ბეისბოლის თამაშით თუ ამ ველოსიპედებით დადიან, წიგნს კითხულობენ და რაღაცა ძალიან მოსაწონი რამ იყო ჩემთვის, რაც აი შეიძლება რამაც ჩემზე ძალიან კარგი დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და ნაკლებად რომ ვინმე ამ ტელეფონით ასე იყოს, ასე ვთქვათ, ჩაციკრული და ასე იყოს დაკავებული, როგორც ჩვენი ახალგაზრდები. აი თითქმის ლამის არის, რომ ეს ბავშვები ამ ტელეფონთან ერთად იძინებენ, ათენებენ და აღამებენ და ძალიან დამოკიდებულები არიან ზოგადად ამ ტელეფონზე. ხა ტელეფონი კარგია, აი ტელეფონით სარგებლობთ ახლა ამ წუთში ჩვენც, მაგრამ საგანში ჩვენ კი არ ვხედავთ ცუდს და მანკიერს, იმ საგანში ეს ტელეფონია თუ სოციალური ქსელია თუ ნებისმიერი რამ შე რა დანიშნულებით გამოიყენებ ამ ყოველივეს. აი ამაზე არის ასე ვთქვათ, ამას არსებითი მნიშვნელობა, ამას ენიჭება ამ ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში და ცხოვრებაში. და თავისთავად მე ახალგაზრდები იმდენად სულიერად იფიტებიან ამდენი ინფორმაციით, რომ მათ აღარ რჩებათ დრო სულიერი ცხოვრებისათვის, ტაძარში მოსვლისთვის, ღვთისმსახურებასე დასწრებისთვის, სინანულისთვის. მათი ცოდნა იმის ნაცვლად, რომ თქვათ, მიდიოდეს სიღრმეში, პირიქით ინფორმაციებისგან გადატენილია ჩვენი ახალგაზრდობის ტვინი, გონება, ფსიქიკა
და ის რაც თქვა წინა საუკუნეში 60 წლის ადამიანს ჰქონდა ესე იგი ინფორმაცია თანამედროვეობაში 15-16 წლის ბავშვებს ეს ინფორმაცია აქვთ უკვე. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ როგორ უნდა გაუძლოს ამხელა შემოტევას ახალგაზრდა ბავშვის გოგოსა და ბიჭის გონებამ და ტვინმა. ხო, ეს ხო რაღაცა ღვთისგან ჩადებული კოდია, რომ ადამიანი განვითარების და შესაბამისად უნდა ღებულობდეს ასე ვთქვათ ინფორმაციასაც, სოდნასაც, განათლებასაც, და ყველაფერს იმას, რამაც ჩვენ პირიქით ასე იგი სტრესისკენ კი არ გვიბიძგოს, არამედ სულიერი ზრდისკენ და ჩვენი ნაყოფიერი საქმიანობისაკენ, რომელიც საჭიროა ჩვენი სულისთვის, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მერმისისათვის. ესე იგი, რას ხედავთ იმ ერთ ღირებულებად, რომელიც არ უნდა დავკარგოთ, რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ. თავისთავად ეს ქრისტეს სიყვარულია, ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება, თუ ერთზე გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, რა თქმა უნდა, უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რომ რა იქნებოდა ქართველი ერისთვის, რომ არ ყოფილიყო მართლმადიდებელი სარწმუნოება, ალბათ არავინ და არაფერი არ იქნებოდა. ქართველი იარსებებდა, ან კი იარსებებდა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე. რა ვიცი, ესეც უკვე ეჭქვეშ შეიძლება დავაყენოთ ჩვენთვის სარწმუნოება, ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი ქართველი ადამიანისათვის. ყოველი დაბადებული ადამიანიო, ესე იგი ქრისტიანად იბადებაო, სადაც არ უნდა იქნეს დაბადებული სამყაროს რომელ წერტილში და განსაკუთრებულად ქართული გენი და ქართული სისხლი, ქართული გენეტიკა, აი შეიძლება ითქვას, რომ წილნაყარია დაბადებიდანვე ქრისტიანულ სარწმუნოებასთან. ჩვენ ეს ასე მოგვდგამს ღვთის დიდებისთვის ცხოვრება, სიკეთის ქმნისთვის ცხოვრება, სულის ცხონებაზე ზრუნვა, მოყვასის სასარგებლოთა საკეთილდღეო ცხოვრება და თუ ადამიანი ამ ხმას, ანუ სინდის მიყვება, სინდისის ხმას, რომელიც ჩვენში ღვთის ხმა, აუცილებლად ქართველი ადამიანი მართლმადიდებლობის გარეშე ვერ გაჩერდება. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ეს არის ცოცხალი ღმერთის სიყვარული, რომელიც შენ სულს ავსებს, შენს გულს ავსებს და განიჭებს დიდ სიხარულს. ღმერთთან სიახლოვე განიჭებს დიდ სიხარულს, რომელიც სიხარულიც მერე შენ გინდა გაუზიარო შენს გვერდით ყოფს, შენს ოჯახის წევრს და მთელ სამყაროს. გაგიმარჯოთ. მე ვარ მღვდელი გიორგი ბედიაშვილი. უკვე 11 წელია სასულიერო პირი ვარ. მსახურობ წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის ტაძარში, უпростоრად სატაძრო კომპლექსში. ეს არის პირველი ტაძარი მეფე დემეტრე თავდადებულისა, შემდეგ აშენდა კიდევ ერთი ტაძარი, სადაც 2 ეკვდერია. და საერთო ჯამშია 4 ტრაპეზი, წმინდა დიმიტრი ყიფიანისა, ვახტანგ მესამისა, დემეტრეშვილისა და მამა გაბრიელისა. ანუ ამას ეწოდება დიმიტრისა და დემეტრეს სატაძრო კომპლექსი. დავიბადე ქალაქ ჭიათურაში, იმერეთში, ზემო იმერეთში. სკოლა დავამთავრე ჭიათურაში და იმის შემდეგ უკვე სტუდენტობა გავატარე თბილისში,
ბავშვობა ეხლა ყველაზე გასახსენებელი და ტკბილად მოსაგონარი არის საერთოდ ცხოვრების სხვადასხვა დროსთან შედარებით ყველაზე ეს არის ტკბილია ბავშვობა. შეიძლება რაღაცა ბავშვობს აქციელებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ტკბილად გვახსენდება, ამიტომ ალბათ უდარდელია და ამიტომ. ჭიათურაში გავატარე ბავშვობა ჩვეულებრივად ეზოში, ბურთი, მეზობლებთან თამაში, დილიდან ნახამებამდე და რავი, ჩვეულებრივად როგორც ყველა ბავშვი იმ დროს იყო გაჭირვების ხანა, იყო რაღაცა პრობლემები მატერიალური საზოგადოებაში, მაგრამ ეს ბავშვური წლები მაინც ღიარულად გავატარეთ, ესე ვთქვათ. მე არ მახსოვს დედა როგორც ამბობს 7 ვიყავი სანამ წამოვიზრდებოდი ესე ვთქვათ ყმაწვილობის ასაკამდე და შემდეგ მე ყველა ცელქია ალბათ ზედმეტ ნაკლებად ფეხბურთის თამაში მიყვარდა ყველაზე მეტად ეს არ ვაკეთებდი არაფერს საჭმელის მავიწყებოდა და ყველაფერი თუ ფეხბურთს თამაშობდი აი ბავშვობის შემდეგ როცა სტუდენტობის დროს ნამდვილად ამას გულახდილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს იყო ჩემი პატრიარქის პირველი ნახვა სამების ტაძარში ლოცვაზე. მართალი გითხრათ ეს გრძნობა ესე ვთქვათ არასდროს არ მქონია იმ კუთხით რომ ვიცი რომ საერთოდ წმინდა მამათაგან ვიცოდი როცა მე მოწმუნე გავხდი და ტაძარში სიარული დავიწყე აღსარებელი მაზიარებელი გავხდი ვიცოდი რომ ამას ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა დიდი ჯვარი და ვერიდებოდი ყოველთვის ამ ჯვარს მაგრამ ეს გზნობა მართალი მითხარით რაღაც გზნობა ღვთისგან ალბათ არ მასვენებდა რომ მე ვიცოდი რომ სასულიერო პირი უნდა გამختارიყავი შინაგანად გზნობდი მაგრამ ამას ვეწინააღმდეგებოდი ყოველთვის ვცდილობდი რომ თავი ამერიდებინა რეალურად ნამდვილად მაგრამ ღვთისგანგება აღსრულდა და სასულიერო პირი ვარ მადლობა ღმერთს ბედნიერი ვარ ამით დაბკოლება ამაში ფაქტიურად არაფერი არ იყო დაბკოლება ესე ვთქვათ მოძღვრის შემოთავაზება იყო ამასთან დაკავშირებით 11 წლის წინ და ესე ვთქვათ ერთი ორჯერ თავი ავარიდე ესე ვთქვათ ამ პასუხისგებლობას და შემდეგ როცა დაოჯახდი უკვე და მეუღლე ცოლი მოვიყვანე შევირთე მეუღლე დავქორწინდით მეუღლეს კითხა თვითონ რომ ესე იგი უნდოდა თუ არა ჩემი სასულიერო პირობა და მეუღლე მიწუში თანხმობა განაცხადა და უფიქრებდა და ამის შემდეგ უკვე მეც მითხრა რომ ესე ვთქვათ პასუხს ელოდა ჩემგან რამოდენიმე დღეში და ჩემი ფიქრები რომ ესე ვთქვათ აგიღწეროთ ესეთი იყო რომ მე პატრიარქთან უნდა ავიყვანე მოძღვარს წავდგენილიყავი პატრიარქის წინაშე შემდეგ თუ პატრიარქი ესე იგი დაადასტურებდა ამას და იწოდა თანხმობას ჩემ კურთხევაზე, შემდეგ უნდა გამევლო კომისია სპეციალური, რომელიც დღესაც არსებობს და ფუნქციონირებს ჩვეულებრივად. უნდა გამევლო ეს კომისია, სამოდელო კომისია ეწოდება და რომელიც შედგება მღვდელმთავრებისგან და სასულიერო პირებისგან. თუ ისინიც ესე ვთქვათ ჩათვლიდნენ რომ მე ვიყავი სასულიერო პირობის კანდიდატი ესე ვთქვათ და ამისთვის ზედმეტ ნაკლებად მომზადებული და თანხმობას განაცხადებდნენ ესე ვთქვათ შემდეგ უკვე მაკურთხებდნენ ეს ორი დიდი ინსტანცია უნდა გამევლო ესე ვთქვათ პატრიარქი მისი უწმინდესობის თანხმობა და შემდეგ უნდა გამევლო სამოდელო კომისიის თანხმობა და ესეთი რამ ვიფიქრე ახლა მე კი მოძღვარმა მითხრა რომელიც ჩემი წმენითა და მართლმადიდებლური ესე ვთქვათ სულიერი თვალსაზრისით არის ღვთის სიტყვის გამცხადებელი. მეთქი თუ მოძღვარმა თანხმობა მითხრა და პატრიარქმაც თანხმობა თქვა და ასე იგი კომისიას გავიარე, ესე იგი ღვთისნება ყოფილა მეთქი ჩემი სასულიერო პირობა და ამას დავთანხმდი მე ამის გამო დავთანხმდი და ღვთის შეწევნით და პატრიარქის უსაკურთხევით
გავიარეს ყველა ინსტანცია და გავხდი სასულიერო პირი მაგ კუთხეს. ესე ვთქვათ, ეს კითხვა ცოტა ის იმას გავს, რომ აი ერთ ბავშვს კითხეს, რომ ღმერთიო, ვინ არისო შენთვისო და ღმერთი იმდენად დიდიაო, რომ სამყარო ვერ იტევსო და იმდენად პატარა, რომ ჩემ გულში ეტევაო. ეს კითხვაც დაახლოებით მაგას გავს, ესე იგი სირთულე ყველაფერშია, მაგრამ ღმერთის შეწევნი დაუძლეველი არაფერია. ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ ყოველთვის იყო ღმერთთან ახლოს. აი ახლოს თუ იქნები ღმერთთან. ღმერთის მოიმედე, მლოცველი და პატიოსნად შენი საქმის შემსრულებელი, აი პატიოსნად, გულწრფელად, რომ ყველაფერს აკეთებ, რომ ეს საქმე აღასრულო, რაც ღმერთმა შენ ჩაგაბარა, ეს არის ადამიანთა სულების წყემსობა, რომელიც შემდეგ ღვთის წინაშე მოგიწევს ამაზე წარდგომა და თუ ამას ადამიანი იაზრებს კარგად, ამას ყველაფერს პასუხისმგებლობით, ღმერთზე მინდობით, თავმდაბლობით უდგება მოზღვის მორჩილებით და იერარქიის ამას აუცილებლად მიაღწევს და ღმერთი ეხმარება. ამ დროს ესე ვთქვათ, ეს მსუბუქი არის უღელი ამ დროს სასულიერო პირისა, მაგრამ თუ სასულიერო პირი რაღაცას ვერ თმობს, ან რაღაცას ისუსტებს, იჩენს, ვერ არის ღმერთს იმდენად მინდობილი, რაღაცა შეიძლება თავიდან შეიძლება მონდომებული ვიყოთ, მაგრამ შემდეგ ყოველი დღე მაინც ბრძოლა არის და ყოველ დღე გიწევს სასულიერო პირს, როგორც ნებისმიერ ქრისტიანს, გვიწევს რომ რაღაც გამოწვევებს, ბრძოლებს, შინაგან, თქვათ, ემოციებს თუ ვნებებს, ასე ვთქვათ, შევეწინააღმდეგოთ ღვთისმადლით ამ ბრძოლის ხერხებიც უნდა ისწავლო, რომელიც წმინდა მამათა მთელი სწავლება არის. შემდეგ უკვე თუ ამას ვერ შეძლებს სასულიერო პირი და ღმერთზე მინდობას და უფრო მიიდრიკება მიწიერი ცხოვრებისკენ და რაღაც საცდურები, რომელიც არის ამ ქვეყანაზე, ეს საცდურები, ესე ვთქვათ, მასში ფესვს გაიდგავს, მე უკვე რთული ხდება ეს ყველაფერი და ღმერთმა ყველა დაიფაროს ბევრსაც შემდეგ ამ სასულიერო პირებაზე უარი უთქვამს, ან გამიწიერებულა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარი მიზანი, რა თქმა უნდა, მომავალი თაობის სწორად აღზრდა, რომ ღმერთი შეიმეცნოს ბავშვებმა, რომ თავიდანვე იცოდნენ, რომ შედეგი იმისა, რომ სკოლებში ამოიღეს რელიგია თუ აღარ არის, ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვია უამრავი ბავშვებში უამრავი სუიციდის შემთხვევებია, ესე ოჯახური პრობლემებია, რომელიც მშობლები არ არიან საქართველოში, საზღვარგარეთ და ბავშვები მარტო რჩებიან და ესე ვთქვათ, არასწორ სიტუაციაში ვარდებიან და სხვადასხვა მიზეზი არსებობს ამისა. ზოგადად არის, რომ პატარა თაობას, მომავალ თაობას გავაცნოთ ღმერთი. და შენაირი პასუხისმგებლობა. ნუ კი დააბრალე. ეს მარტივია დაბრალებას რა უნდა. მე არ არის, ეგა სანდრომ გააკეთა თქო ვიტყვი ამავე თქო და მე აშუაში ვარ. რა არის ეს კაცი? უფალს ესეც საქციელი აღმოწონს გადაბრალება სხვაზე. და აი ნახე, ზუსტად მაგიტომ დაისაჯნე. მაგიტომ მიიღეს საჯელი ანამ დაევა სამოთხეში. რომ მათ ერთმანეთს პასუხისმგებლობა კი არ აიღეს და თქვეს სიმართლე. მე თუ აი მე ეს გავაკეთე, ცუდი გავაკეთე, რაც შენ მითხარის, აუნა გამეკეთე. პირიქით, მათ მოეთმენს დაბრალება დაიწყეს. ეს საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს უკვე 10 წელია დაახლოებით. აი ყოჩა ლუკას რა, ნახე, ლუკამ ესე იგი დაამიგვიდეს გაკვეთილი და მადლობა ლუკასო, ახსოვს, აი გააგრძელა, რომ ამომწურავად ეთქვა. ლუკას რას მე თქვა, აღარ ვთქვი, ლუკამ თქვა. ანუ საჯელი რა იყო პირველი? ვინ დასაჯა? მელი როგორ იყო მანამდე? დადიოდა ესე, ხო? ფეხები რა ესე ესე იგი ვერტიკალურად მოძრაობდა. ხო, ახლა როგორ მოძრაობს? დახობა, ჰორიზონტალურად უკეთ, მიწაზე. მეთმა დავიფიქროს, ფეხი მოუწყდეს, ხელი, არა დაავადება ხონს, მაგრამ ვიცოცხლოთ, ხო? რაღაც არ გქონდა. თავი თუ აღარ გექნება, მე ვიცოცხლოთ. ესმის და თავში გიმუსრავსო, ამიტომ მეუბნება. და ვიზე იყო საუბარი? მესიაზე იყო. მესია ვინ იყო? ვინ მოვიდა?
დედაკაცთან შობილი ვიდი? Yes. იესო ქრისტე მაცხოვრი. მე გაგზელე და I გადახოვა. was უთხრა ბავშვს რო გააჩენ გებკინა კივილებით შვილიო შე და ნამდვილად ესე არის ხო? დედა რო შვილს კივილები აქვს ხო? მუცლის კივილები და ბავშვები ბევრი არიან ღვთისშეწევნით. ალბათ 150 ბავშვი არის, ესე ვთქვათ. და უბრალოდ ყველა ერთდროულად ვერ დადის. რაღაც ნაწილი მოვა ერთ საკვირაო სკოლაში, მეორე კვირას ეს ნაწილი აღარ არის და სხვა ნაწილი მოდის. და რა ვიცი, ხშირად ბევრი ყოფილან ერთად. ეხლა დოსო. ამ საკვირაო სკოლაში ასევე გვაქვს ეკრანი, რომელიც ხან ესეც სულიერ მულტიპლიკაციურ ფილმებს ვაყურებთ, სულიერ სიუჟეტებს, სხვადასხვა წმინდა მამის ცხოვრებას, თუ მონაკვეთებს ახარებისეულს და ესე იზრდებიან ჩვენს ხელში და ჩვენი მეთვალყურეობისა სიყვარულის ქვეშ. ეს თვითონ ადამიანზე ალბათ დამოკიდებული ყველა ინდივიდია და ყველა სხვადასხვაგვარი, ესე ვთქვათ, გაგება აქვს ბავშვებსაც მათ შორის, ზოგი ზედმეტად ცელქია, ზოგი უყურადღებოა, ზოგი ისეთია, ზოგი სხვაგვარია უფრო და რა უჭირთ უფრო ესე ვთქვათ, დახმარება უნდათ. უნდათ ესე იგი მოზარდი თაობის გვერდში დგომა, სიყვარული, რომ ბავშვთან ურთიერთობა მარტო ის არ არის, რომ რაღაცა აუხსნა გარეგნულად. ბავშვმა ამ ახსნის დროს უნდა იგრძნოს შენი სიყვარული, შენი მეგობრობა, შენი გვერდში დგომა, დახმარება, თუ დაჭირდება ან რაღაცა. აი სიყვარულით გადმოცემული უფრო აღწევს გულამდე. და ალბათ სიყვარული აკლიათ ბავშვებს, ამ საზოგადოებას აკლია სიყვარული. აი ტელევიზორში სულ ხედავენ რაღაც დაძაბულობა, სულ პოლიტიკური არეულობა, სულ რაღაცა ბრალეულობა, ვიღაც რაღაც აბრალებენ, რაღაცა მსუმკვლელობები და რაღაც ესეთი ესმით. და ამ იმაში ესე იგი ილექება ეს ადამიანში და ზოგადად საზოგადოებაც დეპრესიული გახდა, ძალიან დეპრესიული გახდა. და მე ვფიქრობ ამაზე ხშირად ვფიქრობ, რომ ეს იქიდან გამომდინარეა ჩემი აზრით, რომ ღმერთს დაშოვდა ადამიანი. და უკვე მე ვცდილობს რაღაცა ფსიქოლოგებთან სიარულს წამლებით რაღაცა, მაგრამ ეს არ არის, ესე ვთქვათ, ეს არის დროებით, შეიძლება რაღაც გაიყუჩო ან დროებით რაღაცა შენ თავს რაღაცა უშველო ფიზიკურად, მაგრამ სულიერად ესე ვთქვათ, მე უჭირთ ასეთ ადამიანებს ძალიან. ამიტომ ეკლესიას და ღმერთს არ შეიძლება ადამიანი დაშორდეს. და ბავშვებსაც ეს აკლიათ ალბათ, რომ უფრო ახლოს იყვნენ ეკლესიასთან, ღმერთთან, სიყვარულთან, რაღაცა სითბო აკლიათ. ბავშვი ითხოვს საერთოდ სითბოს, ყურადღებას, ყურადღებით ნათქვამს, მეგობრულ ნათქვამს, შენ თვითონ უნდა იყო მაგალითი მისთვის, ბავშვისთვის და ჩვენ ხშირად მოზარდები და ესე იგი ახალგაზრდები, რომელსაც თუნდაც შვილები ყავს, ოჯახებს ქმნიან, ძირითადად ალბათ ბრძანებულნი კიდოთ ელაპარაკებიან შვილებს, ეს გააკეთე, ის გააკეთე, მაგრამ სიყვარულით ნაკლებად, ალბათ ეს აკლიათ დღევანდელ ბავშვებს და ჩვენი მაგალითი, ჩვენგან მიცემული და შემდეგ სიყვარულით დასაზრდოები ეს ყველაფერი, თუნდაც მითითება და გამისწავლება. საკვირაო სკოლაში ძირითადად ეს წმინდა წერილს ვასწავლით, ძირითადად. რა თქმა უნდა, ეს გამარტივებულად რომ ბავშვებამდე მივიტანოთ. ეს კი დაუბრალო. იგი შეიძლება იმის პასუხისმგებლობა იყო და შენ უთხარი, აი დედა ან მამა, ჩემი გასაკეთებელი იყო და ბოდიში მოიხადა. ესმის, ბოდიშის მოხდას რა მოყვებოდა საქმეში? მე პატიები. არც ითხოვე. და მამათვის აი ამ გაკვეთილზე დღევანდელ გაკვეთილს უცხარი, რომ ჩემთვის არ არის მთავარი, რომ რაღაცა მოუყვე ბავშვებს, ესე იგი, რომელსაც შეიძლება ერთი სიტყვა ვერ დაიმახსოვრონ. ჩემთვის მთავარია, რომ აი არის მთავარი მოტივი ჩემთვის, რომ ბავშვებმა გაისწავლონ, როცა ამ საკვირაო სკოლაში ესე იგი სტუდენტები გახდებიან, საკვირაო სკოლის შემდეგ ან საზოგადოებაში
დაიწყებენ მოღვაწეობას, ჩემთვის მთავარია რომ მათმა იცოდნენ წმინდა წერილი. ზოგადად აი ბიბლიაზე ქონდეთ წარმოდგენა და იცოდნენ რაღაც ბიბლიური სიუჟეტები, მომენტები, როგორი იყო, ვინ იყო ა ブラ ამი, ისააკი, იაკობი, მამამთავრები, წინასაღმეტყველები, მოციქულები, ღმერთი რატო განკაცდა, როგორ მოხდა ადამიანის შექმნა და რა არის საერთოდ ესე იგი კაცობრიობის მისია. ეს სოფხედველობა მინდა ჩამოუყალიბო ბავშვებს, რომ ეს სოფხედველობა გააჩნდეთ და მე უკვე თვითონ გაიკვალავენ გზას თავის ცხოვრებაში. ყველაზე ღირებული ალბათ არის ის, რომ არ უღალატოთ ჩვენი წინაპრების დანატოვარს და სულს. აი მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენმა წინაპრებმა რა დონეზე სისხლი დაღვარეს, გაიწირა უამრავი ოჯახი და მათმა ღირსებას არ უღალატეს. აი ამის მაგალითია თქვა თვითონ დიმიტრი ყიფიანი, ამის მაგალითია დემეტრე თავდადებული, ამის მაგალითი არის ექვთიმე თაყაიშვილი, ექვთიმე ღვთისკაცი და ავის ბევრი შემიძლია ილია ჭავჭავაძე და უამრავ. და ეს სულის კვეთება, რაც მათ გააჩნდათ, ეს ღირსება. და ეს ძირითადი, ესე ვთქვათ, ქვაკუთხედი, რაც არის ელა მამული სარწმუნოება, რასაც მათმა თავი შესწირეს, ჩვენ ეს არ უნდა დავკარგოთ არაფრის ფასად. აი არანაირი ღირებულება არ არსებობს ამაზე დიდი, რომ რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა და მე ვფიქრობ, საქართველოს ესე ვთქვათ, ჩვენ ქართველებს გადაგვაჩენს ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, ერთობა და ამ დანატოვის, ამ დიდი დანატოვის გააზრება, ის რომ ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა ვართ, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ღვთის წინაშე, ღვთისმშობლის წინაშე, ჩვენი დიდი წმინდანების, წინაპრების წინაშე, ათონელების წინაშე, 100,000 მოწამის, ჩვენი მეფეების, დედოფლების, პატრიარქების და ამის შენარჩუნება და თუ არაფერს მივამატებთ, ყოველ შემთხვევაში არაფერი მოვაკლოთ, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. ამის შეგნება, ამის ღირსება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. მათ ვეტყოდი და უსურვებდი, რომ გაიაზრონ ცხოვრების მიზანი რა არის, თავარი. ვინ არის ღმერთი, ვინ არის ადამიანი და მე მას უსურვებ უბრალოდ სიღრმისეულად შეხედონ ყველაფერს. ზედაპირულად არ უყუროთ ცხოვრებას. ცოტა სიღრმეში ჩავიდეთ, გავიაზროთ, ესე ვთქვათ, სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს. დღეს საზოგადოებაში სამწუხაროდ არის არასერიოზულობა, ზედაპირულობა, გაუნათლებლობა იმ კუთხით, რომ ადამიანმა რაღაცა ესეთი გამონათქვამია, რომ რა კარგიაო, ესე ვთქვათ, გაუნათლებლობა ყველაფერი იციო. და ეს არის, ადამიანი არ ცდილობს, რომ განვითარდეს, განათლება მიიღოს, რაღაცა საგანს ან რაღაც სიტუაციას ჩაწვდეს სიღრმისეულად, იაზროვნოს და ზედაპირულად შეიძლება ვიღაცის ყურმოკრული, აი მაგალითად ვიღაცამ თქვა სასულიერო პირზე რაღაც სუდი ან ეკლესიაზე და იმ წუთში აიტაცებს და სხვას გადაცემს, რომ აი უი ასე ყოფილა. და ეს ყველაფერი არ იყოს ესე და უფრო ღმად შეიმეცნონ რა არის ეკლესია, რა არის ღმერთი, ვინ არის ადამიანი და რა მისია გაკისრია ადამიანს ამ ქვეყანას.